ბრიტანეთის მხრიდან ქართული ოცნების უახლოესი გარემოცვის წევრების დასანქცირება ეს არის პირდაპირ გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის. სწორედ ასე ფიქრობენ პოლიტიკოსები, რომლებიც პირველებთან განმარტავენ თუ რა იქნება დიდი ბრიტანეთის სანქციების ეფექტი და ბუნებრივია ეს მძიმე შედეგებს მოუტანს ივანიშვილის პარტიას. კონკრეტულად აქ ხაზს უსვამენ პოლიტიკოსები მიზეზს, რომელსაც დიდი ბრიტანეთი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ ფაქტობრივად დადანაშაულებულები არიან კონკრეტული პირები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერაში. ამ შემთხვევაში საუბარია ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც როგორც არაერთ წყაროში ირკვევა და პოლიტიკოსებიც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ის არის მოსკოვთან ურთიერთობაში ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი და ლევან ვასაძე, რომელიც პრორუსული ნარატივების გამავრცელებელია და არაერთ წყაროში იძებნება ინფორმაცია, რომ ის სწორედ ავრცელებს იმ ნარატივებს, რომელიც აწყობს ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ახლა პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური პარტია ბრიტანულ სანქციებთან ძალიან ახლოს არიან. ეს არის საკმაოდ მძიმე სანქციები, რადგან აქ პირდაპირ წერია, რომ ახლა ბრიტანეთი ცდილობს საარსებო წყარო ჩაკეტოს საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამოღებით, რომლებიც უკრაინაში პუტინის უკანონო ომს დახმარებას უწევენ და გარდა ამისა სანქცირებულია ასევე ორი ნავთობმზიდი გემით, რომლებმაც როგორც ვრცელდება ინფორმაცია ბრიტანეთის მხრიდან ჩრდილოვანი ფლოტის ფარგლებში რუსული ნავთობი ქალაქ ბათუმის პორტში შეიტანეს. შესაბამისად, ამ განმარტების მიხედვით პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა ივანიშვილის პარტია ელოდება უკვე საკმაოდ მძიმე სანქციებს. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ არის მზად კონკრეტული სია, სადაც შეყვანილია სწორედ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს ხელს უწყობენ ძალაუფლების შენარჩუნებაში და ის რომ რუსეთს ხელს უწყობენ სანქციების თავის არიდებისგან, ეს არის საკმაოდ მძიმე დანაშაული ბრიტანეთისთვის. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ სანქციებს ექნება დომინოს ეფექტი და გარდა ბრიტანეთისა ამ სანქციებს შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ახლა პოლიტიკოსებს აქვთ ინფორმაცია, რომ თავად ქართული ოცნება ცდილობს ბრიტანეთში ელიტა დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით ეს დაარტყავს ქართულ ეკონომიკას, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა ამ ფაქტით ცნობილი ხდება და დასტურდება ის, რომ ივანიშვილს ბრიტანული სანქციები ანაღვლებს, რადგან ეს პირდაპირ მის ფულს და მის ეკონომიკას ფინანსურ მდგომარეობას დაარტყავს. ხედავთ, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც რუსეთთან მიმართებაში აქვს დასავლეთს, ეს არის ამოიქოლოს ყველა ხვრელი, რომლითაც რუსეთი თავს არიდებს უკვე დაწესებულ სანქციებს. ეს სანქციების პაკეტები სულ უფრო გაძლიერდება სწორედ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა აქცია რუსეთის ომის ეკონომიკის გაგრძელებად, ეს იქნება ასევე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად საქართველოს ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გამოყენებაც ხდება აქტიურად რუსეთის ინტერესებისთვის და რა თქმა უნდა დღის წესრიგში ადრე თუ გვიან დადგება მათ შორის იმ ზომების გატარება საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც აღმოფხვის აქ შესაძლებლობებს რუსეთის ეკონომიკის ხელშეწყობისთვის და ეს პირდაპირ დაარტყავს ივანიშვილს და მისი რეჟიმის ინტერესებს. კითხვაზე პასუხი თუ რატომ არის რუსული ოცნება ივანიშვილის რეჟიმი გაცემულია ამ სანქციებით, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს კონკრეტული ოცნებასთან დაკავშირებული პირები აქტიურად ახორციელებენ კრემლის იდეოლოგიის და ეკონომიკური გავლენების მხარდაჭერას, რომელიც საკმაოდ საგრძნობია საქართველოში. დამატებითი სანქციები იქნება ასევე გაგრძელებული კიდევ უფრო ახლო წრეზე ივანიშვილის რეჟიმის და შესაძლოა ეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს. დიდი ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დასავლური სახელმწიფო, არ დატოვებს უპასუხოდ იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი ბოლო წლების მანძილზე ივანიშვილის და მისი, ასე ვთქვათ, მოკავშირეების მხრიდან. ისინი ეხმარებოდნენ რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში, რაც არის კანონიერი საფუძველი, მათ შორის ბრიტანეთში და მათ შორის სხვა ჩვენ დასავლურ პარტნიორ ქვეყნებში, კონკრეტული ადამიანების სანქციების, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მათ შორის ჩვენ გუნდსაც აქვს ნამუშევარი და დარწმუნებული ვარ, ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
საინტერესოა ის, რომ როგორც გაერთიანებული სამეფო განმარტავს ეს მოქმედებები, რომელიც ეხება სანქციებს, გამოიწვია 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და ქართულ ოცნებას შორის გაუარესებულმა ურთიერთობამ, ის რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო კრემლის რუსული მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები შემოიტანა ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური დევნა, საზოგადოების წინააღმდეგ, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ეს არის ის მიზეზები, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და ეს განცხადება პოლიტიკოსებს აძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სანქციები აქ არ გაჩერდება და ბუნებრივია ამ სანქცირებულთა სიაში შესაძლოა მოხვდნენ ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები და ეს ემუქრება მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.